დააბრუნეთ მამის სახელი და ეროვნების განმსაზღვრელი გრაფა ჩანაწერი პირადობის მოწმობებზე. მოქალაქე ლელა ქავთარაძე პარლამენტს მიმართავს, რომ განახლებულ პირადობის მოწმობებში მამის სახელისა და ეროვნების შეტანაც განხორციელდეს. პარლამენტის ბიურომ აღნიშნული წინადადების განხილვა საკანონმდებლო ორგანოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაავალა. შეგახსენებთ, პირადობის მოწმობის დიზაინი მიმდინარე წლის 4 ივნისიდან იცვლება. აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტულ თარიღამდე გაცემული ძველი დიზაინის მოწმობები ძალაში ვადის გასვლამდე იქნება. ოპერაცია ობობას ქსელი წელიწადნახევარზე მეთხანს იგეგმებოდა, რომელიც მხოლოდ ეპიზოდი არ არის და ის ისევ შეიძლება განმეორდეს. უკრაინამ რუსეთის 5 აეროდრომი დაბომბა მაშინ, როდესაც მხარეთა შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი იყო. ოკუპანტ ქვეყანაში დაადასტურეს, რომ უკრაინამ დარტყმები განახორციელა 5 რეგიონში. ტელეგრამზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ უკრაინამ ტერორისტული თავდასხმა მურმანსკის, ირკუტსკის, ივანოვოს, რიაზანისა და ამურის რეგიონებში განახორციელა. უკრაინული მედიის ცნობით, ამ უნიკალური სპეციალური ოპერაციის შედეგად განადგურდა რუსული სტრატეგიული ავიაციის საბრძოლო მზადყოფნის მქონე თვითმფრინავების დაახლოებით ნახევარი. წყაროები იუწყებიან, რომ ოპერაციას უკრაინის პრეზიდენტი პირადად ხელმძღვანელობდა. მას კი გენერალ მალიუკის ხელმძღვანელობით უშიშროების სამსახური ახორციელებდა. ზარალი რუსეთისთვის $2 მილიარდ აღემატება. სხვადასხვა ცნობებით ეს ოპერაცია ტექნოლოგიური ინოვაციისა და დივერსიული სტრატეგიის თვალსაზრისით უპრეცედენტო იყო. ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვესმის, რომ მშობლიური მიწა უნდა გავათავისუფლოთ და ბოლომდე წავალთ სრულ გამარჯვებამდე, ჩვენი მიწების სრულ განთავისუფლებამდე, აღნიშნავს უკრაინის პრემიერი და დასცენს, რომ მისი ქვეყანა რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან მას შემდეგ დაბრუნდება, რაც რუსეთი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს დატოვებს. რუსულმა მხარემ მომხდარი საპასუხოდ უკრაინას 112 დრონით შეუტია, მათგან საჰაერო დარტყმები 11 ლოკაციაზე დაფიქსირდა. 75 დრონი განეიტრალებული იქნა. სუმის ოლქში დაიღუპნენ და დაშავდნენ ადამიანები, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინა თურქეთის ქალაქ სტამბულში პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით მივიდა, თუმცა რუსეთისგან უარი მიიღო. მოსკოვი უკრაინის ნეიტრალიტეტსა და მისი ჯარების ნაწილობრივ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაყვანას ითხოვს. ისტორიკოსი შალვა თავაძე დღეს მსოფლიოში შექმნილ ვითარებას ეგრეთ წოდებულ კარიბის კრიზისს ადარებს, თუმცა ამბობს, რომ პროცესები ახლა უფრო სახიფათოდ ვითარდება. ომი, რომელიც დამთავრებასაც საზოგადოება ცოტა ადრე წინასწარმეტყველებდა, უფრო საშიშ ფაზაში გადადის. მეს მოვლენები მახსენებს ისტორიას და მინდა ვთქვა, რომ ცივი ომის დროს იყო ასეთი მწვავე კონფლიქტი, რომელსაც კარიბის კრიზისი ეწოდება. ის კრიზისი და ეს ომი ძალიან გავს ერთმანეთს, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ორივე მხრიდან. მაშინ ახლა საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები იყო, დღეს უკრაინა, მაგრამ უკრაინის უკან რომ დასავლეთით ამერიკის შეერთებული შტატების გავს ვიცით და მეორე მხარეს ახლა საბჭოთა კავშირის სამართალ მემკვიდრე რუსეთია, ხო? და მაშინ, როდესაც ბირთვული ომის საფრთხე დაემუქრა მსოფლიოს და როგორც დღეს ვართ ახლა განწყობილი, რომ ვაი რა მოხდება ხვალ. მაშინაც ასე საზოგადოება იყო დაზაფრული, რომ როდის გავარდებოდა ატომური იარაღი, არავინ არ იცოდა. განსაკუთრებით შიშობდნენ რასიზმს და საბჭოთა კავშირის მაშინდელი მეთაური ხრუშოვი, იმიტომ რომ ცოტა ეს გაუწონასწორებელი პიროვნება იყო და მის თავში რა მოიხარშებოდა, კაციშვილმა არ იცოდა. აი ეს მოვლენები, რომელიც მაშინ გამეთარდა, ძალიან გავს დღევანდელ მოვლენებს, თუმცა კიდევ უფრო საშიში ფორმით. ხო, იმიტომ რომ ის კრიზისი გეოგრაფიულად სხვა რეგიონებში მიმდინარეობდა, ეს კიდე შუა ევროპაშია და უფრო მეტი სახელმწიფოები და ხალხია ჩართული, ვიდრე კარიბის კრიზისის დროს იყო. დღესაც აი ერთი მხრივ შიში აქვს ორივეს როგორ დაამთავრონ ომი არ იციან და მეორე არის რომ სწორედ შიშმა უნდა დაახლოოს ისინი ერთმანეთს. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის საფრთხე, რომელიც არის, სამწუხაროდ მე რასაც მივჩერები ვარ, ეს არის ბირთვული ომის ახალი საფრთხე.
გვაქვს გიორგი კორნაპელის საღამო. გიორგი კორნაპელი იყო პირველი სვირის მაცხოვრებელი, წერალთა კავშირის წევრი და გენიალური პოეტი. ადამიანი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ამ სოფელში, ჩვენი თაობის მიერ იმდენად არ იყო პატივმიგებული და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აი ამ პატარა თაობას, შემდეგ ჩვენ მომდენო თაობას, ეს თაობა გაცნობოდა გიორგი კორნაპელის შემოქმედებას და თაობიდან თაობას გადაცემოდა ასეთი ბუმბერაზე ადამიანის შემოქმედა, რომ სოფელს ყავს პოეტი, რომელიც არა მარტო ზესტაფონის და სვირის საამაყო ადამიანი იყო, არამედ სრულიად საქართველოსი. კორნაპელი ეს არ არის მისი სახელი. ის არის კაპანაძე, მაგრამ აქ როდესაც კორნაპის ერზე მან აღმართა ჯვარი, გამოეცხადა და ამ გამოცხადების შემდეგ აღმართა ჯვარი და ფსევდონიმად 62 წლის ასაკში დაითქვა მან კორნაპელი. პირველი სვირის საჯარო სკოლის დაწყებითების კათედრამ გადააწყვიტა, რომ ერთ-ერთ აქტიობად კათედრაზე გაგვეტანა გიორგი კორნაპელის საღამოს ჩატარება, რომელიც მთელი კათედრის წარმომადგენლებმა ეს იდეა მოიწონეს და ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ აი ამ კათედრის წარმომადგენლებით პირველი მეოთხე კლასის მოსწავლეებით ჩაგვეტარებინა ეს ღონისძიება, რომ ამ პატარა თაობამ ისწავლეს, გაეცნენ აი ასეთ რთულ პოეზიას, როგორც გიორგი კორნაპელის პოეზია არის, არამიწიერი, ის რეალური აღქმაში არ არის და ამიტომ ესეთი რთული პოეზია ამ ბავშვებმა ძალიან კარგად შეისწავლეს. ჩვენ გადავწყვიტეთ მის ეზოში გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი, გაგვიახლებია მისი ეზო, როგორც ეს გიორგის დროს იყო. გავაკეთეთ თითქოს გიორგის მარანი, ფაცხა, შევძინეთ სიცოცხლე, ახალი სიცოცხლე მის ეზოს და მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კორნაპელის პოეზია ძალიან რთული და ძნელად ასაქმელია იმ ასაკის ბავშვებისათვის, რომელმა ბავშვებმაც დღევანდელ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ძალიან კარგად გაართვეს თავი და ისინიც გახდნენ დღევანდელი დღის თანამოზიარენი და ყველა სიხარულს მათი სიხარულით შეუერთდა. გამოსწორებელმა რა გითხრა, გიორგი კორნაპელის საღამოზე დაგასწრებთო, მე ძალიან გამიხარდა, დიდი სიხარულით მივიღე მონაწილეობა. ძალიან კარგი პოეტი იყო და ძალიან კარგ ლექსებს წერდა. მე ვისწავლე ლექსები, სიტყვები და ძალიან დიდი და კარგი ინტერესით გავაკეთე ეს. მის ლექსებს ყოველთვის სწავლობდი, როდესაც მაძლევდი ლექსებს, არ შეიძლებოდა რომ არ მესწავლა. მისი შემოქმედება არის ძალიან კომპლექსური, საინტერესო, საკმაოდ ტევადი და მე ვიტყოდი, რომ აი ორი სიტყვა, ორი ტერმინი არსებობს მისი შემოქმედების შეფასებისთვის. ერთი ეს არის ორიგინალური და თვითყოფადი, მე ვიტყოდი თვითმყოფადი და მეორე ეს არის სერიოზული. მისი სერიოზულობა გამომდინარეობს იქიდან, რომ მას მართლაც ფილოსოფიური მიდგომა აქვს სამყაროს მიმართ, ადამიანის მიმართ და მთლიანად კოსმოსის მიმართ. აი მე გულისხმობ ახლა კოსმოსი, იგულისხმება არა თქვა ისაც პლანეტები და ის არის, არამედ კოსმოსი, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, უნივერსუმი. აი ამის მიმართ მას აქვს საოცრად ღრმა და სერიოზული დამოკიდებულება და მისი ლექსი, აი თუ შოთა რუსთაველის კლასიფიკაციას მივმართავთ, როგორც შოთა ახდენს პოეზიის კლასიფიკაციას, არის პირველი ლექსი, რომელზეც შოთა საუბრობს და ამბობს, რომ ეს არის სიბრძნის დარგიო, პოეზია როგორც სიბრძნის, ანუ ფილოსოფიის დარგი. აი ეს არის გიორგი კორნაპელის პოეზია ძალიან მოკლედ და ახლა საბოლოო ჭეშმარიტება რომ ვთქვათ გიორგი კორნაპელზე, ალბათ ამას სჭირდება კომპლექსური და ხანგრძლივი კვლევა მისი შემოქმედებისა და სხვათა შორის, ვინც ამას დააპირებს, მას ნამდვილად საინტერესო და ბევრი საქმე ელის. აი ეს არის ძალიან მოკლედ რომ გითხრათ ჩვენმა ბიბლიოთეკამ, როდესაც გამოსცა ქართული ლიტერატურის პარნასი, ეს არის რუკა, ლიტერატურული რუკა საქართველოში 724 მწერალი და პოეტია, იაკობ ცურტაველიდან დღემდე, გარდაცვლილების იგულისხმება, ხა ცოცხლები არ დაგვიტანია და გიორგი კორნაპელის ადგილი აქ არის ამ რუკაზე. ჩვენ გვაქვს მისი წიგნები. გიორგი არ არის ჩვეულებრივი პოეტი. ეს პოეტი არის განსაკუთრებულად გამორჩეული შემოქმედი ქართულ პოეზიაში. მან შექმნა ისეთი პოეზია, რომელიც პრეზენტები უბრალოდ ძალიან აი თითებზე ჩამოსათვლილი არის. ეს არის ენიგმატური
პოეზია, მისტიკური, მეტაფიზიკური და იმდენად ღრმად სულიერი პოეზიაა, რომლის შესაძარის უბრალოდ მე-20 საუკუნის პოეზიაში ძალიან იშვიათი არის. ძალიან საუკეთესო პოეზიას ვთქვათ გაკეთებული. ამකაც მე ამას თავიდანვე ვატყობდი, რომ ეს ამისკენ იყო ზუსტად ასეთი პოეტური ნატურა იყო ეს. გესმის, ამან კლასიკურ სიმაღლეზე აიყვანა ქართული მისტიკური აზროვნება, რომელიც ფაქტობრივად დაიწყო ქონდა ტერენტი გრანელს, ქონდა ეს მისტიკოსი იყო ტერენტი გრანელი, თვითონ ძალიან უყვარდა ტერენტი გრანელი. გალაქტიონის შემოქმედებაში რა თქმა უნდა ეს ენიგმატური და რთული ხატოვანება დაწეული და გიორგი ამის გაღრმავება შეძლო, როგორ გითხრათ ახლა, ფაქტობრივად მიიყვანა უკიდურეს კონდიციამდე. აი ამით არის ის განსაკუთრებულად გამორჩეული და კლასიკურ სიმაღლეზე არის აყვანილი მისი ესეთი ენიგმატური პოეტური აზროვნება.